საოკუპაციო რეჟიმის მძიმე განაჩენი იმ ადამიანებისთვის, რომელთა ნათესავების საფლავები ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. დე-ფაქტო ცხინვალმა ოკუპანტების დახმარებით საქართველოს მოქალაქეებს ახლობლების საფლავებზე გასვლის უფლება არ მისცა და ეკლიანი მავთულხლართებით კიდევ ერთხელ შეახსენან, რომ ტერიტორია ოკუპირებულია და იქ გადასვლა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ნიშნავს. დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. ყოველწლიურად აღდგომა დღეს გვიწევს გაკეთება იმისა, რაც ახლა უნდა გავაკეთო, ვაკეთებ იმას, რომ უნდა მართულხლართან უახლოეს ადგილას ჩვენ სასაფლაოებთან ავანტებს ანთელს და მას შემდეგ, რაც სოფელ ბობნევის სასაფლაო ეგრეთ წოდებული საზღვრის მიღმა აღმოჩნდა, გოჩა მაყაშვილი თანასოფლელების მსგავსად მიცვალებულების ხსოვნას პატივს ამ ფორმით მიაგებს. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ერთ დღეს წითელი კვერცხების არა მავთულხლართებთან, არამედ მშობლების საფლავზე გაგორებას შეძლებს. ყველაზე უახლოეს ადგილას მივიდივართ ამ მართულხლართან, მან ვანტებს ანთელს და მანდედან რაღაცა ფორმით მაინც ვიხსენიებთ მაცულებს რაღაცნაირად ეს ურთულეს პირობებში. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სააღდგომოდ გადაადგილების რეჟიმი გამკაცრდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. მოსახლეობამ ვერ შეძლო იმ საფლავებზე გასვლა, რომლებიც მავთულხლართებს მიღმაა დარჩენილი. ჩვენ ხელთარსებული ინფორმაციით დღეისათვის მხოლოდ სამსოფელზე არის პრობლემა სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით. ეს სამსოფელი არის კირბალის ძველი სასაფლაო ეგრეთ წოდებული, რომელიც განყოფსულს იქით არის მოხვედრილი და მოსახლეობა ვერ გადვიდა. დიდი და პატარა ხურვალედზე იყო პრობლემა. დანარჩენ სოფლებში განყოფი ხაზის აქეთ მდებარე სოფლებში ლაპარაკი, ჩვეულებრივად გადიან მოსახლეობა საფლავებზე და პატივს მიაგებენ მიცვალებულების ხსოვნას. უკვე მე-7 წელია მოსახლეობა უშედეგოდ ელის, რომ საკუთარი ახლობლების ოკუპირებულ საფლავებზე მისვლის უფლებაც მისცემენ, თუმცა იმედს არ კარგავენ, რომ ერთ დღეს ეს აუცილებლად მოხდება.